რა არის ტერფის ინჟინერია, რა არის ტერფის დეფორმაცია, როგორ შეიძლება მივაქციოთ ამას ყურადღება, ამისგან გამოწვეული ჩივილები. დღეს ვისაუბრებთ პოდიატრიაზე. რა არის საერთოდ პოდიატრია? პოდიატრია არის ტერფის პათოლოგიების და თანხმოვანი დაავადებების შესწავლელი მეცნიერება. მოიცავს ტერფის დიაგნოსტიკას, სპეციალურ ვარჯიშებს, ინდივიდუალური ღაბაშების დამზადებას. ეს არის პრევენცია, რაც სამომავლოდ გვიცავს ოპერაციისგან, როგორც ტერფზე, ისე ხერხემალზე. ეხლა მივუყვეთ თანმიმდევრობით. ტერფის რა პათოლოგიები არსებობს? ბრტყელი ტერფი, სიგრძივი, განივი, კომბინირებული, თითოს აქვს 3 ხარისხი. ასევე როგორც სიგრძივი, ისე განივი. შემდეგ რა ახასიათებს? თაღი დაბალია ან არ ისახება. კიდევ რა შეიძლება ახასიათებდეს? ჰიპერპრონაცია. ეს რას ნიშნავს? ტერფი ტრიალდება შიგნით. კოჭი მოდის შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. ეს არა მარტო დამღლელია და მტკივნეული, ასევე ფორმას უცვლის, წვივის კუნთებს და ძვალს, ხდება X-ისებრი, მუშაობს აღმავალი გზით, ჩაითრევს კოჭს, წვივს, მუხლს, მენჯბარძახს და შემდეგ ხერხემალს. მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან ხშირია, ეს არის ვარუსი ჰიპერსუპინაცია. აი მეგობრებო, წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაში, თუ ბრტყელტერფიანობა და ჰიპერპრონაცია არის დაბალი თაღი და შიგნით ტრიალდება, ვარუსი ჰიპერსუპინაციის დროს თაღი შეიძლება მშვენიერი იყოს, ეს არაფერ შუაში თაღთან არ არის. ტერფი ტრიალდება გარეთ, წინა ტერფი შემოდის შიგნით. ბრტყელტერფიანობის დროს, აი თითქოს ბატივით დადისო, აი ესეთი ეფექტია, ხო, წინა ტერფი გარეთ გადის. ვარუსი ჰიპერსუპინაციის დროს წინა ტერფი შიგნით შემოდის, ესე დათვივით დაბაჯბაჯებს. რა თქმა უნდა, ესეც მთელ სისტემაზე აღმავალი გზით მოქმედებს. ნახეთ რა ხდება თუ ბრტყელტერფიანობის დროს X-ისებრი ხდება წვივი, ვარუსის დროს ის ხდება რკალისებრი. კიდევ რა პათოლოგია არის? მაღალი თაღი. ამას ქვია ღრუტერფი. რას ნიშნავს ეს? ხომ სახელით გასაგებია, თაღი არის მაღალი, ნორმაზე მაღალი. ბრტყელი ტერფის დროს თაღი არ იხრება, მაღალი თაღი ღრუტერფის დროს არ იშლება. და კიდევ ერთი ხშირი პათოლოგია, ამას ქვია ნამგლისებრი ტერფი. სახელშია, თვითონ სახელშია ეს მნიშვნელობა. შეხედავთ, არის ნამგლისებრი. ეხლა ქუსლი შუა ტერფამდე ტრიალდება შიგნით და შუა ტერფიდან წინა ტერფამდე მოდის სუპინაცია და თვითონ ტერფს აქვს ნამგლისებრი ფორმა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს რესორულ ფუნქციაზე. რა არის თქვენი ტერფი, ხო? ეს არის ფუნდამენტი. ამაზე აგებულია თქვენი მოძრაობა. რა არის თქვენი მოძრაობა? სიმძიმის ცენტრის ცვლილებისთანავე საყრდენი წერტილის ცვლილება, ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება, ხო, აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებულად. თუ ტერფი როგორც ძირითადი რგოლი დარღვეულია, ირღვევა შემდგომში მთელი სისტემა და როგორც გითხარით, ეს მოქმედებს ყველა სახსარზე და ხერხემალზე. ხშირად გამომწვევი მიზეზი არის ხერხემლის გამრუდების. ეხლა დავიწყოთ ბავშვებიდან. ბავშვებში, რა თქმა უნდა, ეხლა მე რაც ავხსენი, ამის მიხედვით მიხვდება მშობელი, არის თუ არა რამე პრობლემა და კიდევ ერთი ფეხსაცვლის ცვეთის მიხედვითაც შიგნით ცვდება თუ გარეთ ცვდება, ამასაც აქვს მნიშვნელობა.
არ გეგონოთ რომ ბავშვი რომ მიძახის რომ დავიღალე და არ არის აქტიური და იტკივებს წვივის კუნთებს ზარმაცია არა მიაქციეთ ამას ყურადღება იმიტომ რომ დროული პრევენცია როგორც გითხარით გვიცავს ხერხემლის გამრუდებისგან და შემდეგ ოპერაციისგან რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ეხლა ვსაუბრობთ უშუალოდ ბავშვებზე ზრდასრულებზე შემდეგ კიდე ცალკე ვისაუბრებთ 4 წლამდე ვაჩვენოთ ბავშვთა ორთოპედს და მივყვეთ მის დანიშნულებას გაითვალისწინეთ რომ ორთოპედიული ფეხსაცმელი ყველა ბავშვს არ ჭირდება მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ ორთოპედიული ფეხსაცმელის ფეხი აიდგას ფეხში შველმა ფეხსაცმელი იყოს დრეკადი ძირი და ქუსლის დამჭერი ოდნავ მყარი თითებთან იყოს თავისუფალი ეს ეხება როგორც ზრდასრულებს ისე ბავშვებს დიაგნოსტიკა როდიდან არის შესაძლებელი დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან ყველაზე საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი გვაქვს 4-დან 14 წლამდე შემდეგ მუშაობთ მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე აი გარდატეხის პერიოდში როდესაც ჰორმონალური ცვლილება სანამ ყველაფერი არ გაძველდება არ დასტაბილურდება დიაგნოსტიკის რა მეთოდებია პედოგრაფია და სკანირება ეს არის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ბიომექანიკური პარამეტრაჟის დადგენა შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური სამკურნალო საკორექციო ღაბაშის დამზადება ეს არ არის მხოლოდ სუპინატორი ამ ეტაპზე ვიყენებთ 40 სახეობის მასალას იქ ყველა სხვადასხვა ამორტიზაცია აქვს 18 ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოიდგინეთ ყველა ღაბაში არის ინდივიდუალური ეს შეიძლება იყოს სუპინატორი, პრონატორი, ორთოპედიული კორექტორი, დიაბეტური ცალკია, ვარიკოზის დროს ცალკია, დაუშვათ სპორტული სხვა არის, ყოველდღიური დატვირთვის, მოკლედ რაც გვჭირდება. რა თქმა უნდა, უნიშნავთ სპეციალურ ვარჯიშებს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშები არის აუცილებელი. შემდგომში, ეხლა ჩვენ მე ძირითადად ბავშვებზე ვისაუბრე და გაითვალისწინეთ ეხლა ეს დეტალები. ხო, რა მინდოდა მეთქვა, იძახიან ხოლმე რომ რაღაცა ტერფის პრობლემაა და სპორტზე არ ატაროთ. ატარეთ სპორტზე, ატარეთ ცეკვაზე, ბავშვი უნდა იყოს აქტიური. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. თუ პროფესიონალური სპორტი დატვირთვას გადაწყვიტავს და რაიმე პრობლემა, რა თქმა უნდა, შეუძლია სპორტული ღამაშით ივარჯიშო. ეხლა რამდენიმე სიტყვით ზრდასრულებზე მინდა ვისაუბრო. ტერფის იგივე პათოლოგიები არსებობს იმ სხვაობით, რომ ზრდასრულებში ჩვენ ეხლა ტერფის ფორმას ვერ შევცვლით. ეს გამორიცხულია. ხდება რა? ხდება მხოლოდ კორექცია. რას ნიშნავს კორექცია? ეს ინდივიდუალური ღაბაში გაიძულებს იაროს სწორედ, აძლიერებს რესორულ და ტუმბოს ფუნქციას, სწორედ დატვირთავს ტერფს, ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნებს, ხსნის ჩივილს, რა თქმა უნდა, მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, მაგრამ ზოგიერთ მოლოდინი აქვს, რომ ტერფის ფორმა შეიცვლება და არავითარ შემთხვევაში ესეთი რამე გამორიცხულია. ტერფის ფორმა არ შეიცვლება. თამხვედრი დაავადებები, როდის უნდა გამოვიკვლიოთ კიდევ ტერფი? როდის არის ეს ტერფის პათოლოგია ხშირად თამხვედრი და ჩართული ამ პროცესში? ეს არის დიაბეტური ტერფი, ნეიროპათია, ანგიოპათია, ეს არის გრძნობელობის დაქვეითება, კაპილარული უკმარისობა, დროთა განმავლობაში ტერფი ხდება დეფორმული. თუ დროულად არ მიაქცია ადამიანმა ამას ყურადღება, მაქსიმალური ზეწოლის უბნებში შეიძლება განვითარდეს წყლული. და კიდე ამას ცალკე ყურადღება უნდა სერიოზული, რომ არ განვითარდეს განგრენა და მოკვეთილი არ იყოს თითიან ტერფი. ამ შემთხვევაში სპეციალური დიაბეტური მასალა გამოიყენება, რომელიც განტვირთავს ძირითადი ზეწოლის უბნებს, აქვს სპეციალური გადასაკრავი, ვერცხლის ძაფებიანი
აცორბენტი, რომელიც არის ანტისეპტიკი. შემდეგ ვარიკოზის და ლიმფოსტაზის დროს. რატომ? აძლიერებს ტუმბოს ფუნქციას, ველურ უკუდინებას, ხსნის მძიმე ფეხის სინდრომს და შეშუპებას. რა თქმა უნდა, გვახსოვდეს, ეს არის დამხმარე საშუალება ანგიოლოგის ძირითად მკურნალობასთან ერთად. ეფექტურია სპორტული დატვირთვის დროს, სპორტსმენი არის უფრო სწრაფი, მოქნილი, ხარტი, არ აქვს მიკროტრამვები, აუმჯობესებს თავის მონაცემებს. ძალიან ეფექტურია ჰალუს ვალგუსური დეფორმაციის დროს, ქუსლის დესის დროს, აქილევსის სიმოკლის დროს, მორტონის ნევრომის დროს, ათროზები, ართრიტები ქვემო კიდურის, ასევე ხერხემლის გამრუდება. ამ სხვადასხვა პათოლოგიებზე როგორ მუშაობს ეს ინდივიდუალური ღაბაშები, კი ვისაუბრებთ მომავალში. გისურვებთ ჯანმრთელობა.